მაგალითად რა იქნება? უარაღო იქნება იგივე ეს არაა, მოტყუების საფუძველზე და რაღაც ისო. როგორ? ეგ საერთოდ თუ არის ეს ესო არასრულწლოვანი კონსტიტუციაში ჩაბმაო იქნება ამორალური. ორივე სრულწლოვანი არის სრულწლოვანი და მართლაც და სწორედ აქედან გამომდინარე დგება კიდევაც საკითხი ამის ბაცილობას. ეს ახლა ის რო არის ზოგადი ცნება ამორალურობა და მართლის წინააღმდეგობა რაღაცა ურთიერთობებს. ეს ძალიან ფართოდაც არ უნდა გაიგოთ. ანუ არის ზოგჯერ ისეთ შემთხვევები, რომ ეს ძალიან ფართოდ ეს კითხულობი და ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არ მოწონს იზახიან, რომ ეს არის ამორალური რაგება მართლსაწინააღმდეგოა და ამიტომ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი. ანუ აი მაგალითისთვის იყო შემთხვევები, როდესაც ამორალური და მართლსაწინააღმდეგო გარიგების საფუძვლით ითხოვდა ქმარი მისი ცოლის მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილობას ბიდის დასყიდვას. და ამას საფუძვლად იმას უდებდა, რომ ამანო ეს სახი იმიტომ გაყიდაო, რომ იცოდა, რომ მე ვაფრთხებოდიო და შესაბამისად მე აქედანო წილი არ წამოყო. ესე იგი ამორალურად ხო იქცაო და აქედან გამომდინარე ეს უნდა გააბათილოს. რაღაც თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ეს არ არის ამორალური. ამისთვის ახლა თუ ეს დადასტურდა და ადგილდება და ასე შემდეგ ეს არის ფაქტური გარიგების მაგალითი, რომელზეც შემოგვში გვეცხოვა. ანუ ეს არის უზოგადესი კატეგორია, მაგრამ ამ უზოგადეს კატეგორიასაც აქვს რაღაცა თავისი ფარგლები ჩარჩოებით და კრიტერიუმები. ამისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში და რეკომენდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა საფუძველი ამ ბათილობის, აი დავუშვათ იმ მაგალითის მიხედვით, რაც მოვიყვანეთ, ხო? გაქვს ეგრე ხო თვალსაჩინო გარიგება, რომელიც მიმართულია სხვა რაღაცის. ეს აღარ არის ამორალური და მართლსაწინააღმდეგო გარიგების კატეგორიაში ვერ გადის. ზოგადი წინაპირობა და საფუძველიც არ არის ეს გარიგების ბათილობის. ანუ ეს არ არის რაღაცა უნივერსალური და სტანდარტული მუხლი, რომელსაც გამოიყენა ყველაფერთან მიმართებაში. უბრალოდ ამის ჩარჩო და კრიტერიუმის შეფასების არის ძალიან მარტივი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული. ეს არის ის თუ რამდენად მიღებულია საზოგადოებაში და რამდენად ჟდება ზნეობრივ ნორმებში კონკრეტული პირისპირ განხორციელებული მოქმედება და მეორე არის თუ არ არის ამ პირისპირ განხორციელებული მოქმედება მართლსაწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი. აი სწორედ ეს მართლწინააღმდეგობა, როგორც კონკრეტული დებულება, აძლევს საშუალებას მხარეს, რომელიც ის რომ მისი უფლებები არის დარღვეული და რომელსაც არ აქვს კონკრეტული ნორმა, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობის მოწესრიგებელი მუხლი ამ ზოგად ნაწილში ჩავნათვალი, ადგილსა თუ ამისგან განსხვავებულია რაღაც, რომელიც აშკარად კანონს ეწინააღმდეგება, ადგილსა უკვე ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს. მივხვდით? ანუ ამით იქნება ცოტათი უფრო მეტად განმოცობა და არადაგანწირება იმ საკითხების რომლის ბათილობის ვარიანტებსაც არეგულირებს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. მეორე საკითხი. თვალთმაქცური გარიგებები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული საკითხი ზოგადად გარიგების ბათილების. და ეს მეხუთე ჩავწეროთ? ანუ მორალის მერე? მორალის საწინააღმდეგო? არა, ეს უკვე ის ზოგადები დავამთავრეთ და სულ გადავიდეთ. ეხლა ეს უკვე მოდის ის დავაჯგუფეთ ზოგადად. ანუ როგორცაც საჯგუფებს და რამოდენიმე სხვადასხვა საფუძველი, როგორ შეგვიძლია ერთ ჯგუფში გავაერთიანოთ. ზევით მაგაზე იყო საუბარი. ეხლა უკვე საუბრობ კონკრეტულ შემთხვევებზე. ეს როგორც კატეგორია არ არის გამოსახული. ანუ თვალთმაქცური გარიგებები. ეს არის შემთხვევები, როდესაც პირები დებენ გარიგებებს, მაგრამ კონკრეტული გარიგება არ ისახავს მიზნად, რეალურ მიზნად, იმ მიზანს, რომელიც გარიგებაში არის მითითებული. ანუ მე თქვენგან რაღაცა ვიყიდე, ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ რეალური მიზანი მე პირის არ ქონია.
მე უბრალოდ მინდოდა რომ ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით რაღაცა სამართლებრივი ვალდებულებისთვის თავი ამერიდები. დაუშვათ. თქვენ მე დავებით სასამართლოში და ვაქვს ქონებრივი დავა. ითხოვთ ჩემგან 100,000 ლარს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სასამართლო პროცესს მოიგებთ, ეს 100,000 ლარი მე თუ ფულად არ აღმოაჩნდა, ამასრულებელი მივა გამიყიდის ჩემს საკუთრებაში არსებულ ქონებას და აქედან ამონაგები ფულით დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას. მე ვიცი რომ დავაშავე. ან არ დამიშავებია კი ბატონო, მაგრამ რა იცი რა ხდება და მინდა რომ დაწვილი და დაზღვეული ვიყო ამის. ამიტომ მაგრამ სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება დადგება, ავდექი და ჩემს მეგობართან, ნათესავთან, არა აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან ვისაც ვენდობი, გავაფორმე ხელშეკრულება, რომლითაც შევთანხმდით ესეთ რაღაცას ხელშეკრულებაში, რომ მე მივყიდე მას ეს. რაც მე მქონდა. ანუ ქონება აღარ დარჩა, რეალურად საიდანაც უნდა მოხდეს ჩემი ფულის ამოღება. მაგრამ ეს არის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ უბრალოდ თქვით ესე რომ მოდი ფორმალურად ესე გავწეროთ, შენ სახელზე იყოს, რასაც ეძახიან ესე ჩვეულებრივ, ხო? მაგრამ რეალურად ისე მე სარგებლობ ამითი, მე ვცხოვრობ და არაფერი ამითი ფაქტობრივად არ შეცვლა. უბრალოდ იურიდიული ფორმა შეიცვალა. ანუ ჩემი სახელის ნაცვლად აღმოჩნდა ეს პრივატის სახელი. დავდეთ ნასყიდობა, მაგრამ ნასყიდობას რეალურად ნასყიდობის მიზანი არ ქონია. მე იმისი სურვილი კი არ მქონდა რომ ეს ბინა გამეყიდა და ფული მიმეღო აქედან. მე მიზანი ის მქონდა რომ ამ შემთხვევაში ჩემს სახელზე აღარ ყოფილიყო რაიმე ქონება აღრიცხული, რომ შემდგომში ვერ მომხდარიყო რაღაცა გადაწყვეტილების აღსრულება. მე ვფიქრობ რაზე ალაპარაკი. ესე შემთხვევაში შეიძლება იყოს ხან ნასყიდობა პირობითად მოიყვანე მაგალითად. დაჩუქეთ. ნუ აღარ ვიждები თქვენზე ისე მიყარხართ და დიდი მადლიერების ნიშნად, ამიტომ მე თქვენ ვჩუქნით ჩემს საკუთრებაში არსებულ ქონებას. აგერ ბატონო თქვენ იყოს ეს ყველაფერი. მაშინ როცა რეალურად მე ამის მიზანი არ გამაჩნია. და მიზანი არის აბსოლუტურად სხვა. შესაბამისად, ეს არის გარიგება, რომელიც შინაარსობრივად სხვა რაღაცაა, სამართლებრივი შინაარსის მიხედვით და რეალურ მიზანს ისახავს აბსოლუტურად განსხვავებას. ძალიან ხშირად ხდება. ძალიან ხშირად ხდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობა გვაქვს სასესხო ურთიერთობებთან, როდესაც საქმე გვაქვს საკრედიტო ურთიერთობებთან, როდესაც საქმე გვაქვს დაუშვათ რაღაცა ისეთი ტიპის ვალდებულებებთან, რომელსაც პირველ ან წინასწარი ის რო ვერ შეასრულებს, ან ატყობს რო ვერ ასრულებს და უკვე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და მე რაღაცა მსგავს უნდა კონდეს აგივი გადააფორმოს, გააფროს ეს ქონება და სხვა. ან საკმაოდ ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ ეს მუხლი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაკისრული მუხლი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოქმედი მუხლი ეს პროგრამები წმინდა ბათილობის თვალსაზრისით, გარიგების ფორმის დაუცველობასთან ერთად. ანუ ამ შემთხვევაში ძირითადად ეს მოიხსენიება როგორც დაფარული გარიგებები. ანუ მოხდ ორ კატეგორიად. არის ერთი, როდესაც ხელშეკრულების შინაარსი და ჩემი რეალური მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა და არის მეორე, დაფარული ხასიათის მატარებელი გარიგება, როდესაც მე ერთი გარიგების დადებით მინდა გადავფარო უბრალოდ მეორე გარიგება. ანუ მიზანი კი მაქვს თვითონ გარიგების დადება პირველისგან განსხვავებით, რასაც ჰქონდა საუბარი. მაგრამ არა იმ გარიგების დადება, რომელიც გარიგებას მე დავდექი. არამედ სხვა შინაარსის. ანუ დავუშვათ ფორმალურად გავაფორმე მე თქვენთან ჩუქების ხელშეკრულება და რეალურად მე თქვენ რაღაცა მოვხიდეთ. მაგრამ გარეგნული იურიდიული ფორმა ამას მივეცით როგორც ჩუქება. რატო? იმიტომ რომ არ მინდა რომ დავიფიქსირდეს რომ ეს ნახა მივიღე და დავიბეგრო დავუშვათ და გადავიხადო გადასახეთ სახელმწიფოს. არ მინდა ვიღაცას ვაჩვენო რომ აქ რაღაცის სახსრები რაღაცის შეწერასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მართლა მინდოდა რომ ეს გამესკვისებინა, აქ პრობლემა არა გვაქვს ამ ნაწილში. ნამდვილად მინდოდა რომ გარიგება დამედო, პირველი შემთხვევაში განსხვავებით, სადაც გარიგების დადება კი არ მინდა რომ ავირიდო უბრალოდ ვალდებულების შესრულება, მაგრამ გარეგნული ფორმა ამას მივეცი იმისაგან განსხვავებული, ვიდრე ეს რეალობაში იყო. და შესაბამისად ერთი გარიგებით გადავფარე მეორე გარიგება. მიხდით? თუ ვერ მიხდით, სხვანაირად შევეცდები გააგებინოთ. გასაგებია? ძალიან კარგი.
ანუ ამ შემთხვევაში გამოიყენა ყოველთვის თვალთვაგცული გარიგებები, რომელსაც აქვს ორი ფორმა. თვალთვაგცული გარიგება, დაფარული გარიგება. ეხლა შეიძლება შეისვენოთ. მოუწოდეთ ჩემი გავაკეთე. ლეგალური არ არის. კარგი ბატონო. აბა ამორალური გარიგებს მაგალითად რა იქნება? როგორ იქნება იგივე ის არა ყველა მოტყუების საფუძველზე და თანახმადისო როგორ? ეგ საერთოდ თუ არის ესო არასრულწლოვანის კონსტიტუციაში ჩაბმაო იქნება ამორალური. ორივე სრულწლოვანი არის სრულწლოვანი და მართლაც სწორედ აქედან გამომდინარე დგება კიდევაც საკითხი არის ბაცილობაზე. ეს ეხლა ის რო არის ზოგადი ცნება, ამორალურობა და მართლის წინააღმდეგობა რაღაცა ურთიერთობს. ეს ძალიან ფართოდაც არ უნდა გაიგოთ. ანუ არის ზოგჯერ ისეთი შემთხვევები, რომ ეს ძალიან ფართოდ ეს კითხულობე და ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არ მოწონს მხარეს, იზახიან, რომ ეს არის ამორალური გარიგება, მართლსაწინააღმდეგოება და ამიტომ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი. ანუ აი მაგალითისთვის იყო შემთხვევები, როდესაც ამორალური და მართლსაწინააღმდეგო გარიგების საფუძვლით ითხოვდა ქმარი მისი ცოლის მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილობას ბიდის დასყიდვას. და ამას საფუძვლად იმას უდებდა, რომ ამანო ეს სახი იმიტომ გაყიდაო, რომ იცოდა, რომ მე გაფრთხილებოდიო და შესაბამისად მე აქედანო წილი არ წამეღო. ესე იგი ამორალურად ხო იქცაო და აქედან გამომდინარე ეს უნდა გააბათილოს. რაღაც თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ეს არ არის ამორალური. ამისთვის ეხლა თუ ეს დადასტურდა და ადგილება და ასე შემდეგ ეს არის ფაქტური გარიგების მაგალითი, რომელზეც შემოგვიყვება შესაძლებლობა. ანუ ეს არის უზოგადესი კატეგორია, მაგრამ ამ უზოგადეს კატეგორიასაც აქვს რაღაცა თავისი ფარგლები, ჩარჩოები და კრიტერიუმები. ამისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში და რეკომენდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა საფუძველი ამ ბათილობის, აი დავუშვათ იმ მაგალითის მიხედვით, რაც მოვიყვანეთ, ხო? გაქვს ეგრე, ხო, თვალთვაგცული გარიგება, რომელიც მიმართულია სხვა რაღაცისკენ. ეს აღარ არის ამორალური და მართლსაწინააღმდეგო გარიგების კატეგორიაში ვერ გადის. ზოგადი წინაპირობა და საფუძველიც არ არის ეს გარიგების ბათილობის. ანუ ეს არ არის რაღაცა უნივერსალური და სტანდარტული მუხლი, რომელსაც გამოიყენა ყველა ფერთან მიმართებაში. უბრალოდ ამის ჩარჩო და კრიტერიუმის შეფასების არის ძალიან მარტივი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული. ეს არის ის თუ რამდენად მიღებულია საზოგადოებაში და რამდენად ჭირდება ზნეობრივ ნორმებში კონკრეტული პირისპირ განხორციელებული მოქმედება და მეორე არის თუ არ არის ამ პირისპირ განხორციელებული მოქმედება მართლსაწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი. აი სწორედ ეს მართლწინააღმდეგობა, როგორც კონკრეტული დებულება, აძლევს საშუალებას მხარეს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები არის დარღვეული და რომელსაც არ აქვს კონკრეტული ნორმა, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობის მოწესრიგებელი მუხლი ამ ზოგად ნაწილში ჩავნათვალი, ადგილს და თუ ამისგან განსხვავებულია რაღაც, რომელიც აშკარად კანონს ეწინააღმდეგება, ადგილს და უკვე ამ საფუძვლით მიმართოს სასამართლოს. მივხვდით? ანუ ამით იქნება ცოტათი უფრო მეტად განვრცობა და არადაგანწირება იმ საკითხების, რომლის ბათილობის ვარიანტებსაც არეგულირებს konkreti სამოქალაქო კოდექსი. მეორე საკითხი. თვალთვაგცული გარიგებები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული საფუძველი ზოგადად გარიგების ბათილების. და რა? ეს მეხუთე ჩავწეროთ? ანუ მორალის მერე, მორალის საწინააღმდეგო. არა, ეს უკვე ის ზოგადები დავამთავრეთ და რა დავიწყოთ. ეხლა ეს უკვე მოდის ის დავაჯგუფეთ ზოგადად. ანუ როგორცაც საჯგუფებს და რამოდენიმე სხვადასხვა საფუძველი, როგორ შეგვიძლია ერთ ჯგუფში გავაერთიანოთ. ზევით მაგაზე იყო საუბარი. ეხლა უკვე საუბრობ კონკრეტულ შემთხვევებზე. ეს როგორც კატეგორია არ არის გამოსახული. ანუ თვალთვაგცული გარიგებები. ეს არის შემთხვევები,
როდესაც პირები დებენ გარიგებებს, მაგრამ კონკრეტული გარიგება არ ისახავს მიზნად, რეალურ მიზნად, იმ მიზანს, რომელიც გარიგებაში არის მიკუთებული. ანუ მე თქვენგან რაღაცა ვიყიდე, ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ რეალური მიზანი მე პირის არ მქონია. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით რაღაცა სამართლებრივი ვალდებულებისთვის თავი ამერიდები. დავუშვათ. თქვენო მე დავებით სასამართლოში და ვაქვს ქონებრივი დავა. ითხოვთ შევგან 100,000 ლარს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სასამართლო პროცესს მოიგებთ, ეს 100,000 ლარი მე თუ ფულად არ აღმოაჩნდა, ამასრულებელი მივა გამიყიდის ჩემს საკუთრებაში არსებულ ქონებას და აქედან ამონაგები ფულით დააკმაყოფილებ თქვენს ორთხოვნას. მე ვიცი რომ დავაშავე. ან არ დამიშავებია კი ბატონო, მაგრამ აიცი რა ხდება და მინდა რომ დაწვილი და დაზღვეული იყო ამის. ამიტომ მანამ სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება დაგება, ავდექი და ჩემს მეგობართან, ნათესავთან, არა აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან ვისაც ვენდობი, გავაფორმე ხელშეკრულება, რომლითაც შევთანხმდით ესეთ რაღაცას ხელშეკრულებაში, რომ მე მივყიდე მას ეს. რაც მე მქონდა. ანუ ქონება აღარ დარჩა, რეალურად საიდანაც უნდა მოხდეს ჩემი ფულის ამოღება. მაგრამ ეს არის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ უბრალოდ თქვით ესე რომ მოდი ფორმალურად ესე გავწეროთ, შენ სახელზე იყოს, რასაც ეძახიან ესე ჩვეულებრივ, ხო? მაგრამ რეალურად ისე მე ვსარგებლობ ამითი, მე ვცხოვრობ და არაფერი ამითი ფაქტობრივად არ შეცვლა. უბრალოდ იურიდიული ფორმა შეიცვალა. ანუ ჩემი სახელის ნაცვლად აღმოჩნდა ეს ვიღაცის სახელი. დავდეთ ნასყიდობა, მაგრამ ნასყიდობას რეალურად ნასყიდობის მიზანი არ ქონია. მე იმისი სურვილი კი არ მქონდა, რომ ეს ბინა გამეყიდა და ფული მიმეღო აქედან. მე მიზანი ის მქონდა, რომ ამ შემთხვევაში ჩემს სახელზე აღარ ყოფილიყო რაიმე ქონება აღრიცხული, რომ შემდგომში ვერ მომხდარიყო რაღაცა გადაწყვეტილების აღსრულება. მე ვთქვით რაზე ალაპარაკი. ესეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხან ნასყიდობა პირობითად მოიყვანე მაგალითად. დაჩუქეთ. ავე ვიძდევით თქვენზე ისე მიყარხართ და დიდი მადლიერების ნიშნად, ამიტომ მე თქვენ ვჩუქნით ჩემს საკუთრებაში არსებულ ქონებას. აგერ ბატონო თქვენ იყოს ეს ყველაფერი. მაშინ როცა რეალურად მე ამის მიზანი არ გამაჩნია. და მიზანი არის აბსოლუტურად სხვა. შესაბამისად, ეს არის გარიგება, რომელიც შინაარსობრივად სხვა რაღაცაა, სამართლებრივი შინაარსის მიხედვით და რეალურ მიზანს ისახავს აბსოლუტურად განსხვავებას. ძალიან ხშირად ხდება. ძალიან ხშირად ხდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობა გვაქვს სასესხო ურთიერთობებთან, როდესაც საქმე გვაქვს საკრედიტო ურთიერთობებთან, როდესაც საქმე გვაქვს დაუშვათ რაღაცა ისეთი ტიპის ვალდებულებებთან, რომელსაც პირველ ან წინასწარი ის რო ვერ შეასრულებს, ან ატყობს რო ვერ ასრულებს და უკვე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და მე რაღაცა მსგავს უნდა ხონდეს საკრები და გააფორმოს გააფროს ეს ქონება და სხვა. ამ საკმაოდ ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ ეს მუხლი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაკისრული მუხლი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოქმედი მუხლი ეს პროგრამები წმინდა ბათილობის თვალსაზრისით გარიგების ფორმის დაუცველობასთან ერთად. ანუ ამ შემთხვევაში ძირითადად ეს მოიხსენიება როგორც დაფარული გარიგებები. ანუ ოქთ ორ კატეგორიად. არის ერთი, როდესაც ხელშეკრულების შინაარსი და ჩემი რეალური მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა და არის მეორე, დაფარული ხასიათის მატარებელი გარიგება, როდესაც მე ერთი გარიგების დადებით მინდა გადავფარო უბრალოდ მეორე გარიგება. ანუ მიზანი კი მაქვს თვითონ გარიგების დადება პირველისგან განსხვავებით, რაზედაც ჰქონდა საუბარი. მაგრამ არა იმ გარიგების დადება, რომელი გარიგებას მე დავდექი. არამედ სხვა შინაარსის. ანუ დავუშვათ, ფორმალურად გავაფორმე მე თქვენთან ჩუქების ხელშეკრულება და რეალურად მე თქვენ რაღაცა მოვხიდეთ. მაგრამ გარეგნული იურიდიული ფორმა მას გვიოცით როგორც ჩუქება. რატო? იმიტომ რომ არ მინდა რომ დავიფიქსირდეს რომ ეს ნახავი და დავიბეგრო დავუშვათ და გადავიხადო გადასახეთ სახელმწიფოს. არ მინდა ვიღაცას ვაჩვენო რომ აქ რაღაცის საცდები რაღაცის შეძენასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მართლა მინდოდა რომ ეს გამესხვისებინა, აქ პრობლემა არა გვაქვს ამ ნაწილში. ნამდვილად მინდოდა რომ გარიგება დამედო პირველი შემთხვევის განსხვავებით, სადაც გარიგების დადება კი არ მინდა რომ ავირიდო უბრალოდ ვალდებულების შესრულება.
მაგრამ გარეგნული ფორმა ამას მივეცი იმისაგან განსხვავებული, ვიდრე ეს რეალობაში იყო. და შესაბამისად, ერთი გარიგებით გადასფარე მეორე გარიგება. გიხდით? თუ ვერ მივხვდით, სხვანაირად შევეცდები გააგებინოთ. გასაგებია? ძალიან კარგი. ანუ ამ შემთხვევაში გამოიყენა ყოველთვის თვალთვალსური გარიგებები. რომელსაც აქვს ორი ფორმა. თვალთვალსური გარიგება და დაფარული გარიგება. ეხლა შეიძლება შეისვენოთ. მოუწოდებს მე გავაკეთე. ნიშნავს სალხრივად აღმჭურველს. ანუ, როდესაც ერთ კონკრეტული პირის ნებაზეა დამოკიდებული, რაღაცა მოხდება თუ არა და შესაბამისად არც ახლობას საჭიროებს, არც რაღაცა სხვა რეგულირება აქვს და ასე შემდეგ. ანუ აი მაგალითისთვის გვაქვს ესეთი მუხტი სამოქალაქო კოდექსში 440 მუხტი, სადაც წერია, რომ სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსამართლოდ მაღალი პირგასამართლოს. ანუ ამაზე მხარე დააყენებს მოთხოვნას, არ დააყენებს, შემიცირე, არ შემიცირე, არა აქვს მნიშვნელობა. და სასამართლოს არც ვალდებულება აქვს ამისი შემცირების, მაგრამ თუ ჩათვალა რომ შეუსამართლოდ მაღალია, მაშინ ერთდროულად თავისი ინიციატივით რაღაცას გააკეთებს და შეამცირებს. ანუ ეს არის სასამართლოს დისკრეციული უფლება, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მის ნებაზე და კანონი ამის უფლებას ანიჭებს, მაგრამ ვალდებულებით არ გვიხდავს. მიხდით? გავუძლებოთ? კარგით. შემდეგი საკითხი, რომელსაც უნდა შევეხოთ, არის ცოტა ისეთი საკითხი, რომელიც აი გამაიცი ხა ძალიან ხო გასაგებად ეგეთთვის, მაგრამ რატომღაც ყოველთვის აუცილებლად ხდება და არის პრობლემები და გაუგებრობა. ანუ ეს არის შემთხვევა, რომელსაც ვია გარიგების კონვერსია. გარიგების კონვერსია რას გულისხმობს თავისთავად? გარიგებები ზოგადად არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ცოცხალი იურიდიული მოვლენა, რომელიც მხარეთა ნების გამოვლენის და არსებობის შემთხვევაში შეიძლება რაღაცა სხვა ფორმის ჩამოყალიბდეს, სხვა შინაარსი მიენიჭოს და ასე შემდეგ. ანუ მე და თქვენ რომ შევხამხმით იმასთან დაკავშირებით, რომ მე თქვენგან ვიყირავთ რაღაცა ფაქტს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც არა ამის ვადა არ ამოიწურება ორთავებში სრული გვაქვს იმისი, რომ ეს რაღაცა სხვა სამართლებრივ ურთიერთობად გარდაიქმნას, არ აგვაქვს თითქოს ამის გაკეთების უფლება. აუ დავუშვათ რაღაცა ვიქირავთ თქვენგან 3 წელს და ეს წელიწადში მე და თქვენ გვინდა რომ ვიყიდოთ თქვენგან ეს ფაქტი და თქვენ გინდათ რომ გავიქცეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან მე ქირავობა დადებული მაქვს 3 წლის, ამიტომ ამისი შეცვლა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. ანუ იგივე უფრო ახლოს არის ქირავობა და იჯარა დავუშვათ. რაღაცა მოგაქირავეთ, რომელსაც მოგეცით მხოლოდ და მხოლოდ სარგებლობის უფლება. ანუ იყენებთ თქვენი პირადი საჭიროებისთვის და მოხარებისთვის და აქედან შემოსავლის მიღების საშუალება არ აქვს. აი დავუშვათ მარტივი მაგალითი ავიღოთ მანქანა. მოგაქირავეთ მანქანა, რომელსაც თქვენ სარგებლობთ, თქვენთვის უბრალოდ ყოველდღიურად ვიხდით ფულს და დადიხართ ამ მანქანას. ეს არის სარგებლობა ჩვეულებრივი პირადი მოხმარებისთვის. მაგრამ შესაძლებელია ეს მანქანა გამოიყენო ტაქსად სიტყვაზე, ხო და აქედან აღებული შემოსავალი უკვე რაღაცა გარკვეული ნაყოფის მიიღო, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის უკვე იჯარის კატეგორია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ხალხებით და სრული გვაქვს, სამართალო ურთიერთობა ერთი შინაარსის შეიძლება გარდაიქმნას მეორე შინაარსს. შესაბამისად, სწორედ ესეთი ტიპის შემთხვევებზე გვაქვს საუბარი, როდესაც ვლაპარაკობთ გარიგების კონვერსიას. ანუ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გარდაქმნა. როდესაც ერთი ტიპის გარიგება გარდაიქმნება მეორე ტიპის გარიგება. გარკვეული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში. ანუ მანქანა როცა ვიქირავეთ და თუ მინდა ტაქსად გამოვიყენო, იჯარი ყავს მაგინდა.
თუ გინდათ ნაყოფის მიღება, უკვე განსხვავება რაშია? ქირავნობა. ხო არ მე კონკრეტულად. კი, ამ შემთხვევაში ეს არის ნაყოფის მიღება. ფაქტს, როდესაც ქირავ, თუ იყენებ ამას საცხოვრებლად, სარგებლობა, თუ იყენებ ამას კომერციული მიზნით და კომერციული დანიშნულებით და აქედან გამომდინარე რაღაცა შემოსავალებლობა, ასეთ შემთხვევაში ეს მინუს უკვე იჭარება. იმიტომ რომ საუბარი გაქვს ნაყოფის მიღების შესაძლებლობაზე. ანუ შინაარსობრივად ეს ურთიერთობები ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებული ნიშანი არის შემოსავალი პროცესი. ნუ ეს ქირავნობას და იჯარას რაც შეეხება. ანუ ამას უბრალოდ რომ მიახსოვოთ ყველა მარტივ ენაზე ესე რომ გავიგოთ. სამართლა ურთიერთობა ერთი შინაარსით გარდა იქნება მეორე შინაარსის მატარება სამართლებრივ ურთიერთობაზე. ეს მოქცეულია გარიგების პატიმრობის თავში, მაგრამ არ აუშავს. ამან არ დაგაბერეთ. ეხლა ალბათ სპეციალური კატეგორია. პირის ქმედუნარიანობიდან და პირის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა. ახსოვთ ყველას კარგად და ეხლა ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს, რომ არსებობს ქმედუნარობა, არსებობს შეზღუდული ქმედუნარიანობა და არსებობს სრული ქმედუნარიანობა. ხო? შესაბამისად ქმედუნარობას და შეზღუდულ ქმედუნარიანობას ახასიათებს ერთი ძალიან საინტერესო და მახასიათებელი ნიშანი. ეს გახლავთ ის, რომ ქმედუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მატარებელი პირები არ არიან უფლებამოსილი დამოუკიდებლად შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობებში მესამე პირებთან. ანუ განსაკუთრებით საუბარი გვაქვს ვალდებულების აღებაზე. ეს არის საერთო, მაგრამ შინაარსობრივად თვითონ ქმედუნარო პირის და შეზღუდული ქმედუნარიანი პირის სამართლებრივი სტატუსიდან მდგომარეობა ასევე განსხვავებულია და შესაბამისად ეს ასახვას პოულობს, რა თქმა უნდა, თვითონ გარიგების დადების ნაწილშიც. რას ნიშნავს ეს? როდესაც ლაპარაკი გვაქვს ქმედუნარო პირის მიერ დადებულ გარიგებაზე, ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად ყოველთვის ჩვენ საუბარი გვაქვს უცილოდ ბათილ, ანუ ბათილ გარიგებაზე. ვინაიდან მოტივი ამის რა შეიძლება იყოს, საბატონო კითხვა. რატო არეგულირებს ამას ეს? ვინ არის ქმედუნარო? შეთლამდები დაავადებული როგორ? ან? სამართლებრივ სტატუსებს ვასწავლეთ ერთმანეთისგან. ქმედუნარო და შეზღუდულ ქმედუნარიანს. ანუ საუბარი შეიძლება კონტექსტ ან ასაკიდან გამომდინარე ჯერ მარტო ქმედუნარობაზე ვლაპარაკობ. ასაკიდან გამომდინარე ქმედუნარობაზე, ან მეორე. საუბარი გვაქვს სულიერი მოშლობის მდგომარეობაში მყოფ სუბიექტს. ამათ საერთო ნიშანი რაც აქვს არის ის, რომ მათ არათუ სრულყოფილად არამედ საერთოდ არ შესწევთ უნარი ანგარიში გაუწიონ საკუთარ მოქმედებებს და შესაბამისად საერთოდ არ შესწევთ უნარი შეაფასონ ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც სამართლებრივი შედეგებით შეიძლება მოხდეს მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში სწორედ ამ სუბიექტების ინტერესების დაცვის მიზნით ასეთი ტიპის გარიგებები ითვლება ბათილად. მეორე, ამ შემთხვევაში ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ კონტრაჰენტმა მხარე, ანუ ხელშემწყობილმა მხარეების გარიგებაში შედის ქმედუნარო პირი. შეიძლება ისარგებლოს მისი მდგომარეობით. ამიტომ შეთანხმდეს რაღაცა მისთვის უფრო უმეტესად სასარგებლო პირობებზე. დაადებიოს ისეთი ტიპის გარიგება, რომელსაც გონიერ და ნორმალური ადამიანი არ დადებდა არც ერთ შემთხვევაში და სხვა. აქ უკვე მტკიცების პირით თუ სასამართლომდე მიდგა საქმე დაუშვათ და საუბარი გვაქვს იმას, ეს გარიგება უნდა იყოს თუ არ იყოს ცნობილი ბათილად. ამ შემთხვევაში მტკიცების პირით მდგომარეობს ერთადერთ რაღაცაში. ერთადერთი წინაპირობა აქვს ამას. უნდა დადასტურდეს ის, რომ კონკრეტული პირი გარიგების დადებისას იყო ქმედუნარო. ეს თუ იქნება დადგენილი, სხვა დანარჩენ საქმის მნიშვნელობა არ აქვს. ამან აქედან მაინც სარგებელი ნახა. მე ხო არ მომიტყუები აკი არის ქმედუნარო, მაგრამ ამაზე ქმედუნარიანიც ესევე შეთანხმდებოდა, როგორც ჩვენ შევთანხმდით. არაფერი ნეგატიური შედეგი ამას მისთვის არ მოჰყოლია და ასე შემდეგ. ეს არგუმენტს არ წარმოადგენს სამართლებრივად ასეთი ტიპის გარიგებებისთვის. ყველა შემთხვევაში ესეთი გარიგებები ითვლება ბათილად. შესაბამისად, ეს არ გაიგოთ ისე, რომ ქმედუნარო პირს
საერთოდ არ შეუძლია რაღაცა გარიგებაში შესვლა ვიღაცასთან. ოღონდ ამ შემთხვევაში გარიგებაში შესვლა ხდება დაშვების, ანუ ფიქციის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ საუბარი გქონდეს კრედუნარო პირის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე, ამ ქონების სარგებლობის უფლების მინიჭებაზე, მფლობელობის გადაცემაზე და სხვა, ამისთვის არსებობს შუალედური რგოლი. ეს გახლავთ ისი კანონიერი წარმომადგენელი. ვინ არის კანონიერი წარმომადგენელი? მეურვე. ანუ მეურვის მიერ განხორციელებული მოქმედებები ასეთ შემთხვევაში ითვლება სამართლებრივი ძალის მქონედ. მხოლოდ და მხოლოდ მეურვე არის უფლებამოსილი ქონების განკარგვაზე და მხოლოდ და მხოლოდ მეურვე არის უფლებამოსილი გარიგებაში შესვლაზე მესამე პირებთან. ყველა სხვა დანარჩენი სუბიექტის მიერ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედება არის ბათილი და ასევე არ მოხდება შესაბამისი იურიდიული შედეგი. მეურვედ ვინ ითვლება გვახსოვს? არის სასამართლოს პირდაპირ. იმადო ან შობელი ან სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც ასეთად მიჩნეული არის სასამართლოს გადაწყვეტილება. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც დაუშვათ პირის შობელი არ ყავს, არის კმედუნარო და ფაქტობრივად ვიღაცა მასზე ზრუნავს. ანუ რეალურად ვიღაცა მასზე ზრუნავს, რაღაცას უკეთებს, უვლის და ასე შემდეგ, მაგრამ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაშიც ესეთი ტიპის გარიგებები არის ბათილი. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რეალურ ცხოვრებაში მართლაც მეურვის ფუნქციებს ასრულებდეს ვიღაცა კონკრეტული პირი. თუ ვერ დადგინდა თვითონ მეურვეობის ფაქტი სამართლებრივი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყველა სხვა დანარჩენი ფაქტობრივ გარემოებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გავიგეთ? ეხლა რა თქმა უნდა იმაზე აღარ ამარ საუბარი, რომ თვითონ მეურვე კმედუნარიანი უნდა იყოს და უნდა შესწევდეს იმის უნაირო რაღაცა მოქმედებები განახორციელოს. როდესაც ლაპარაკია შეზღუდულ კმედუნარიან პირებზე, მათი სამართლებრივი სტატუსის რეგულირება ხდება ცოტა განსხვავებული. ანუ როგორც მოგეხსენებათ, კმედუნარიანობა გავლენას არ ახდენს პირის უფლებაუნარიანობას, ხო? პირდაპირ ფორმით. მას უფლება აქვს კონდეს ქონება, მას უფლება აქვს კონდეს სამოქალაქო უფლებები, მას უფლება აქვს ისარგებლოს ყველაფერი იმ უფლებით, რომელი უფლებითაც სხვა სუბიექტები სარგებლობენ, უბრალოდ შეზღუდული აქვს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა და გარკვეული სამოქალაქო უფლებები, რომლითაც შეიძლება სარგებლობდეს უცხოელი პირი, დაუშვათ მის ვიცემფრენდობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში იმას, რომ მის საკუთრებაში არ შეიძლება რაღაცა ქონება იყოს. აქედან გამომდინარე, არის საკმაოდ გავრცელებული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაუშვათ პრობლემა ის შვილზე აფიცხეს რაღაცა ბინა, ურიდერ შვილს და რაღაცა გააფორმეს მასზე და ასე შემდეგ. ანუ მას ეს ქონება გააჩნია საკუთრებაში, მაგრამ მისი კმედუნარიანობის მდგომარეობის გათვალისწინებით მას არ ენიჭება უფლება მესამე პირებთან შევიდეს ამ სამართლებრივ ურთიერთობებში გარიგების თვალსაზრისით. ამიტომ აქ უკვე ვრცელდება ზუსტად ის რეჟიმი და სისტემა, რასაც ჩვენ წინა ლექციაზე მქონდა საუბარი ამ პირველ საათზე. ნებართვის და თანხმობის ურთიერთობები მშობლების მხრიდან. ნებართვა შეგახსენებთ, წინასწარ გაცემული თანხმობაა, რომ კი ბატონო დავდოთ ესეთი გარიგება, მოწონება ეს არის უკვე შემდგომი თანხმობა, მას შემდეგაც გარიგება იქნება გახორციელებული. უკაცრავის ნორმა რო არის, რომ არ საკმაოდ თანხმობას იმ შემთხვევაში თუ ეს მხარე იგებდა სარგებლოს, ამაზე გადავთ. მაგნუმაზე გადავთ. ეგეც ძალიან შეფასებითი რაღაცა. ანუ ზოგადად წესის მიხედვით სარგებლის მიღება ისე რომ ვალდებულება არ არსებობს ამისი საპირისპირო. რა თქმა უნდა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში გარიგებამ არ დააზარალა პირის უფლება და ინტერესი. გარიგების მიზანი რაში მდგომარეობს და ზოგადად გარიგების პათილობის ფუნქცია რაში მდგომარეობს? რომ დარღვეულია რაღაცა ფუნდამენტური პრინციპი ან რაღაცა კონკრეტული უფლება, რომელმაც შეიძლება პირის სამართლიან ინტერესი ან სამართლებრივ ინტერესი იქონიოს უარყოფითი გავლენა. შესაბამისად, ეხლა ვიღაცა რო არის 16 წლის და დავალების დღეზე მივიდა მესამე პირი და აჩუქა მანქანა სიტყვაზე, ხო? ან აჩუქა სახლი. ამ შემთხვევაში ეს სარგებელს ღებულობს, როგორც ესეთი. იმიტომ რომ ჩუქების ხელშეკრულებაა საპასუხო ვალდებულებაა რა აქვს წარმოშობილი და სამაგიეროდ მიიღო შემოსავალი. ანუ ამ შემთხვევაში ძირითადი ორიენტირი და აქცენტი კეთდება ვალდებულების არსებობა არ არსებობას. ხო არ იკისრა მან ისეთი ვალდებულება, რომელმაც შეიძლება დაამძიმოს მისი მდგომარეობა ან ვერ იაზრებდეს იმას, თუ რა ტიპის ვალდებულება აქვს მას დაკისრი.
მაგრამ იმის მიუხედავად რომ შეიძლება სარგებელს ვებულობდეს და დაუშვათ ახლა 15-ან 16 წლის ბავშვს ვიღაცა მაშუქა მოტოციკლეტი შესაძლებელია მის უშუალოდ არ კონდეს ამის სურვილი რომ ამ თავის არასრულწლოვანმა მოტოციკლეტი აქვს ხო? იმიტომ რომ დაკავშირებულია ეს გარკვეულ რისკებთან. ამიტომ ესეც ძალიან პირდაპირ მოგაიგებთ ამ ნორმას და სწორხაზოვნად. ასეთ შემთხვევაში თანხმობას არ საჭიროებს შემთხვევები, რომლითაც სარგებელს ვებულობს, ეს სარგებელი არ უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ რისკთან არასრულწლოვანი პირისათვის. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა შემთხვევა, რომლითაც ვიღაცა ფული აშუქა, რაღაცა სხვა გარიგებაში არის შესული და ასე შემდეგ, ან დაუშვათ აგერ რაღაცა კომპიუტერი, რომელიც პირის 1500 ლარი იყიდებოდა 100 ლარად. ედო ამას რაღაცა თავისი ჩიბის ფული შეიძინა. ასეთ შემთხვევაში სარგებელი არ აქვს ხვალდებულება ნაკის. ამიტომ ეს არის ძალიან კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხი და ძირითადად ერთ ტიპის ურთიერთობები არ ვრცელდება წვრილმა საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე. ანუ იმისათვის რომ რაღაცა კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა, ამ შემთხვევაში გარიგებაზე ვარ საუბარი, განხილულ იქნეს სამართლებრივ რეგულირებას დაქვემდებარებულად, აუცილებელია რომ მას უნდა გააჩნდეს რაღაცა კონკრეტული, მოდი ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ღირებულება. ანუ არ უნდა იყოს ლაპარაკი უმნიშვნელო საკითხებზე და მცირედი ღირებულების ტიპის ურთიერთობებზე. ეხლა ვიღაცამ ბავშვს რომ იცავ 50 და გააგზავნა მაღაზიაში, ხა წარიშენა ფული იყიდეო, ან ისე ჯიბის ფულად ჰქონდა ლარი და სადაც წავიდა და რაღაცა შეიძინა, ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი არ არეგულირებს ამ ტიპის გარიგებებს. ანუ როცა ლაპარაკი გვაქვს ჩვენ შეზღუდული ხედუნარიანობის გარიგების პათილობაზე, თანხმობის გაცემაზე და ნებართვაზე, აქ არ მოიაზრება წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები. რაღაცა გარკვეული ღირებულების მატარებელი უნდა იყოს ეს გარიგება. შესაბამისად, მაგაზეა ლაპარაკი რეგულირების თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ სამართლებრივ ურთიერთობებში და ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ურთიერთობებში თუნდაც რეგულირება საკანონმდებლო თვალსაზრისით ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ ის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არის რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი. თუნდაც იგივე პრინციპი იგივეა სასამართლოში დაუშვათ სარჩელის აღვლისთვის. როდესაც ლაპარაკი არის დაუშვათ დღეში რომ დავდეთ მილიონიანი გარიგება და მე მილიონი უნდა გადამეხადა შენთვის შე რაღაცა საქმელი მოგეწოდებია და მე გადაგიხადე 999,999 ლარი და 1 ლარი დაგაკეთე. ასეთ შემთხვევაში ამისთვის ხა ზიანის ანაზღაურების საკითხი როგორც ეს ერთ წესში ვერდაზე. იმის მიუხედავად რომ ვალდებულება არაჯეროვნად არის შესრულებული. უმნიშვნელოა ვალდებულების დარღვევა. აქედან გამომდინარე პირდაპირ გეუბნება კანონმდებლო იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების დარღვევა არის უმნიშვნელო, აქ ვეღარ დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. იგივე პრობლემა, ესეთ პრობლემები დავუშვათ პრაქტიკაში პირიქითაა მთელი შემთხვევებში. ანუ დავუშვათ აი ბანკებთან ხშირად არის ხოლმე ეს პრობლემა. ოღონდ ცოტა უფრო სხვა კუთხით აწესრიგებენ ამას. აი დავუშვათ იმისათვის რომ პირმა აიღოს საბანკო კრედიტი, შიდა რეგულირების მიხედვით ბანკი რომელმაც უნდა მისცეს კრედიტი, თხოვს ცნობას დავალიანების არარსებობის შესახებ სხვა ბანკებში. სადაც ანგარიში აქვს გასული და რაღაცა თანხა შეიძლება ეწყებოდეს და რაღაცა კონდეს. ხონდა ვიღაცას ადრე რაღაცა კრედიტი აღებული დაფარა ეს ვთქვათ ან გოდია რომ დაფარულია და აღმოჩნდა რომ 70 თეთრი აკლია დაუშვათ დაფარებას. ასეთ შემთხვევაში ბანკი არ გასცემს ცნობას იმასთან დაკავშირებით რომ ამას დავალიანება არ აქვს. სანამ 70-ით არ გადაიხდეს. იმის მიუხედავად რომ ამ საფუძვლით არ შეუძლია ბანკს წავიდეს დაუშვათ და სასამართლოში მოთხოვნა დააყენოს, მაინც იძულებული ხდება პირი ფაქტობრივად რომ ეს ყველაფერი დაფაროს, იმიტომ რომ იმ შედეგს ვეღარ ღებულობს რომელიც შედეგის ვასპისგან ჭირდება. ანუ ესეც საკანონმდებლო ამით ის თქმამიდა რა, საკანონმდებლო რეგულირება არის ერთი რამე და მეორე არის თვითონ უკვე პრაქტიკაში ეს როგორ ხდება და ვინ რას იყენებს და როგორი კუთხით. ის რომ რაღაცა პირდაპირ პრობლემით არის აღწეული, ეს არის შავს იმას რომ ან არაპირდაპირ ფაქტობრივ მდგომარეობაზე არ შეიძლება რომ გავლენა იქონოს. შესაბამისად ეხლა ამას რომ დაუბრუნდეთ. შეზღუდულ ხედუნარიან პირთან დადებულ გარიგებაზე. ლაპარაკი გვაქვს. კანონმდებლობის წარმომადგენლის თანხმობა ყოველთვის არის სავალდებულო. მერყევად ბათილი რატო ქვია ესეთი ტიპის გარიგებას? იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობის წარმომადგენელი არ იძლევა თანხმობას ან არ მოიწონა კონკრეტული გარიგება, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რამდენიც არ უნდა იძახოს თუნდაც ამ შეზღუდულ ხედუნარიანმა რომ ეს მინდა, მაწყობს, მომწონს, კარგია და ასე შემდეგ,
მაინც მას აღარ ექნება სამართლებული საფუძველი შეინარჩუნოს მიღებული ქონება. შესაბამისად, თუ ესეთი საკითხი არ დადგება მის წესრიგში, ამ შემთხვევაში უკვე ეს გარიგება არის ავტომატურად ნამდვილი და წელის ქონება. მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ამას აქვს რაღაცა თავისი გარკვეული ვადები, რომელ ვადაშიც შეცილება უნდა იყოს განხორციელებული. და თუ არ განხორციელდა, ამ ვადის ამოწურვის მერე ითვლება, რომ კონკრეტული გარიგება არ ნამდვილი. ეს ზოგადად ახასიათებს სამოქალაქო სამართალს თითქმის ყველა სამართლებრივი ურთიერთობის თვალსაზრისით. ანუ პირის უფლების რეალიზაცია, ანუ მოთხოვნის დაყენება რაღაც კონკრეტულ საკითხზე, ყოველთვის შეზღუდული და განსაზღვრულია რაღაცა გარკვეული ვადით. ჩვენ ახლა ბოლოში გვექნება მე საუბარი მაგას სემესტრის ბოლოს ხანდაზმულობის ვადებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ზოგადად ახლა მოიცოდეთ, არსებობს ხანდაზმულობის ვადების სამი კატეგორია. ერთი არის სახელშეკრულება ურთიერთობები, მეორე უძრავი თემთან დაკავშირებული ურთიერთობები და მესამე არის საერთო ხანდაზმულობის ვადები. სახელშეკრულება მოთხოვნებიდან გამომდინარე საერთო ხანდაზმულობა. სახელშეკრულება ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, უძრავი თემთან დაკავშირებული მოთხოვნების არის 1 წელი და საერთო ხანდაზმულობის ვადა არის 10 წლიანი. ეს ვადები მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ თავში რაიმე სხვა არ არის გათვალისწინებული. აი დავუშვათ იძულებით დადებულ გარიგებას. მათილად შრომასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაყენების ხანდაზმულობის ვადა არის 1 წელი. 1 წლის განმავლობაში შენ არ გამოიყენე ეს უფლება, მერე უკვე სასამართლოს ვერ არ მიმართავ მოთხოვნა. უпроსტოდ კი მიმართავ, მაგრამ სასამართლოს უფლება აღარ იქნება რომ დაიკმაყოფილო. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი დაამტკიცო, რაც კი მანდ არსებობდა. თუ საუბარი გვაქვს შეცდომით დადებულ გარიგებებზე, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ყოველთვის ერთთვიან ხანდაზმულობის ვადაზე. ანუ, როცა მივხვდი რომ შემეშალა, ამ მომენტიდან, ან როცა უნდა მივხვდრილიყავი რომ შემეშალა, ამ მომენტიდან იწყება ერთთვიანი ვადის საფუძველი და თუ ერთ თვეში არ მომითხოვდნენ გარიგების გათვალისწინება, ითვლება რომ უკვე გარიგება არის ძალაში. ანუ, ეს ამ ტიპის ურთიერთობები ყოველთვის არის შეზღუდული ვადები. პირდაპირ, როცა გინდა მაშინ ამოწყონას დააყენებ, ეგრე არ ხდება. აქედან არის უბრალოდ გამონაკლისები. გამონაკლისი არის სულ ხანდაზმულობის ვადის მოქმედებები არ ვრცელდება საზიარო უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, ანუ მე და შენ რა ვალდებულების გაუქმებაზე. ანუ მე და თქვენ რომ რაღაცა გვაქვს თანასაკუთრებაში, ანუ ერთი მითის გამოთვლი ვეუბნის ორივე სიტყვაზე. ამის გაუქმების მოთხოვნაზე არ ვრცელდება არავითარი ხანდაზმულობის ვადა, როცა მინდა მაშინ დავაყენო. და მეორე, ეს არის მეანაბრეების მოთხოვნები ბანკთან მიმართებით ანაბრის თანხის ანაზღაურებას. როდესაც მე ბანკში მქონდა გახდილი ანაბარი და ბანკი მე ამ ფულს არ მიგვიღებს ან რაღაცა პრობლემა აქვს შექმნილი, ახლა შენ უშირად ვარ დააყენე მოთხოვნა და ეს რა გვაყენებ ამ მოთხოვნას, ამ მოტივით ვერავინ ვერ მეთქვის უასწრეთ საჩილის წარმოებაში მიღებაზე, ვერც განხილვაზე და ვერც მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევებში ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება და მოქმედებს. ეს ნაწილი გასაგებია შეზღუდულენოვანებთან მიმართებაში. ანუ ერთადერთი ძირითადი რაც არის მათ თანხმობა, თანხმობის არსებობა, არარსებობის ფაქტი. არ არსებობს თანხმობა, არ არსებობს გარიგება. პრინციპი არის უმარტივესი. რომელი უმჯობესი იქნება უფრო ადვილად ვიყოთ ახალი. კარგი, მოდით ახლა. როგორც გითხარით, გარდა ამ ფორმატისა არსებობს ასევე ფორმის დარღვევით დადებული გარიგება. ფორმა გვახსოვს წერილობითი და ზეპირი. და ფორმის დარღვევად რა ითვლება? ფორმის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ორი რამ. ერთი, ეს გახლავთ ფორმის არარსებობა საერთოდ. როდესაც კავლი ჯობია უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შენ ზეპირად დადე. ან მეორე ფორმა დავიცავით, ანუ თვითონ წერილობით ფორმა სახეზეა, მაგრამ არ დავიცავით ამ ფორმის შინაარსი ან ფორმალური მოთხოვნა. რას გულისხმობ ახლა ამაში? ზოგადად ფორმა შეიძლება სავალდებულო იყოს სულ ორ შემთხვევაში. ერთი, როცა არის კანონი და მეორე, როდესაც მხარეები თანხმდებიან ამ ფორმასთან დაკავშირებით.
ანუ დაუშვათ ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის მე კანონი არ მიდგენს სავალდებულო წერილობით ფორმას. მაგრამ მე და თქვენ თუ შევთანხმდით, რომ მე და თქვენ რაღაცა კონკრეტული თქმის ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დავიღოთ წერილობითი ფორმით, ეს ითვლება იმას, რომ ჩვენ შევთანხმდით ხელშეკრულების არსების პირობას. და შესაბამისად უკვე ფორმა ხდება ჩვენთვის ფორმის დაცვა სავალდებულო. იმ შემთხვევაში თუ ფორმა არ დავიცავით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს. შინაარსობრივ და ფორმალურ მხარეს რაც შეეხება დარღვევის ფორმასთან დაკავშირებით, ესეც შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. ერთი, ეს გახლავთ შემთხვევა, როდესაც კანონი სავალდებულო რეგულირებას ადგენს და სავალდებულო მითითებას აკეთებს იმაზე, თუ რაზე უნდა იყოს საუბარი თვითონ წერილობით ხელშეკრულებაში მინიმალური მოთხოვნა, დაუშვათ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. პირდაპირ წერიათ კანონში, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში უნდა მოხდეს აღნიშნა. პირველი, სრული გადახდის ოდენობა, ანუ რამდენია ჯამური თანხა გადასახდები, ნაწილ-ნაწილ გადახდის ოდენობა, ანუ რა პერიოდულობით რამდენი უნდა გადავიხადო და ამასთან ერთად ახლა უნდა იყოს მისდევულის პროცენტი, რომელიც პროცენტიც ეცხება და რეალური გადახდის თანხა, ანუ წინასწარ რამე გადავიხადო. ეს არის სავალდებულო რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში თუ ჩემი მხრიდან რომელიმე ამათგანი არ იქნება წერილობით ფორმაში გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მე დავარღვიე გარიგების ფორმისთვის დადგენილი ნამდვილობის წინაპირობა. ანუ იმის მიუხედავად, რომ წერილობით დავდეთ ხელშეკრულება, რაღაცა არ გავითვალისწინე ისეთი, რომელიც სავალდებულოდ ჰქონდა გასათვალისწინებელი და ეს უკვე წარმოადგენს გარიგების ბათილობის წინაპირობას. ფორმალურ მოთხოვნას რაც შეეხება, ფორმალურ მოთხოვნა არის, რაც დადგენილია თვითონ წერილობითი ფორმის ნამდვილობისთვის კანონის მიერ. ანუ ეს გახლავთ მხარეთა ხელმოწერა. იმ შემთხვევაში თუ საუბარია რთულ წერილობით ფორმაზე, ანუ სანოტარო ფორმაზე, ასეთ შემთხვევაში სანოტარო გამოწვევა ან დადასტურება. რომელიმე მათგანი თუ აკლია, ასეთ შემთხვევაში სულ გამართულად იყოს შინაარსობრივად ყველაფერი ჩამოყალიბებული, მაინც ჩაითვლება, რომ გარიგება არის დამოკიდებული. ოღონდ ფორმის დარღვევით დადებული გარიგებების ბათილობის საკითხი ასევე არ არის ესე 100% რეგულირებული ისე, რომ 100-დან 100 შემთხვევაში ფორმის დარღვევით დადებული გარიგება ითვლება ბათილად. ფორმის დარღვევით დადებული გარიგება ბათილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონით სხვა რამის გათვალისწინებას არ გულისხმობს. დაუშვათ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება მოვიყვანეთ მაგალითად, ხო? რომელსაც ჭირდება სავალდებულო წერილობითი ფორმა და შესაბამისი რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, თუ განვადებით ნასყიდობისთვის ეს ფორმა არის დარღვეული, კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს გარიგება ბათილად კი არ ითვლება. უბრალოდ ხელშეკრულება დადებული ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან და გამყიდვას ეკარგება პროცენტის მოთხოვნის უფლება. ანუ უკვე განვადება კი აღარ არის. ჩავთვალეთ ის, რომ თქვენ როცა მოგეცით, თქვენ წარმოგეშვათ ერთდროულად ჩემთვის თანხის გადახდის ვალდებულება და მე დამეკარგა თქვენთვის თქვენგან პროცენტის მოთხოვნის უფლება. ანუ მთლიანად გარიგება არც არის ბათილად. უბრალოდ სხვა ფორმატში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა. ერთი შემთხვევა ესეთია. როდესაც კანონი პირდაპირ ითითებთ ფორმის დარღვევის განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს და არა ბათილობას. ეს არასდროს არ ვრცელდება ფორმალური მოთხოვნის დარღვევას. ანუ შენ თუ ხელი არ მოაწერე და ასე შემდეგ. და მეორე შემთხვევა, როდესაც კანონით ხას უსვამს. კანონით არ არის დადგენილი სავალდებულო წერილობითი ფორმა. ეს ფორმა არის შეთანხმებული მხარეებს შორის და აქედან გამომდინარე გახდა სავალდებულო და მართალია მე და თქვენ არ დავიცავით ფორმის მიმართ დაყენებული მოთხოვნები, მაგრამ ფაქტობრივად შევასრულეთ ის ვალდებულებები, რომლებიც რაკისრი ჰქონდა ერთმანეთის წინაშე. ანუ შესრულებით დასწორდა ფორმის ნაკეთი. არ დავწერეთ, ვით რომ დავწერეთ და არ ვწერთ, მაგრამ მე თქვენ ფული გადაგიხადეთ, რამდენიც უნდა გადამიხადა და თქვენ მომეცით ის, რაც უნდა მოგეცათ ჩემთვის. ამ დროს უკვე კანონი აღარ დაგდებს თქვენ იმაზე, რომ შენ ახლა ეს ფორმა რატო არ დაიცავი, რატო დაიცავი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ფორმის რეგულირების მიზანს წარმოადგენს ერთადერთი რამ. ეს გახლავთ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში უკვე
ამისი თავისებური გადაწყვეტა და დარეგულირება. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც მე და თქვენ უკვე მართლა შევასრულეთ ის ვალდებულებები, რომელი ვალდებულებებს ნაკისრი გქონდათ შეგულებით, უკვე ხა ხელი მოაწერე რაღაცას არ მოაწერე თუ რაღაცა ხომ დაიცავი თუ არ დაიცავი, მაგის გამო გარიგების ბათილობა აღარ მოხდება. გარდა იმ შემთხვევისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ იქ კანონით იმპერატიულად არ არის დადგენილი სავალდებულო ფორმა. მაგალითად, უძრავი ფონების ნასყიდობის ხელშეკრულებას სავალდებულოდ სჭირდება წერილობითი ფორმა და შემდგომში უკვე რეგისტრაცია ამისი საჯარო რეესტრში. ამ დროს შესრულება ფორმის ნაკს ვერ გაასწორებს. ანუ მე რამდენიც არ უნდა გიხადოთ თქვენ ფული და თქვენ რამდენიც არ უნდა შევიშვათ სახლში. ამ შემთხვევაში ჩვენ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ ჩაითვლება ნამდვილად. იმიტომ რომ რაღაც სახლია და უბრალოდ იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი ზეპირი გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის შეუძლებელი. და მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებით დგინდება საკუთრების უფლება უძრავ ფონებას. ანუ ეს სხვა მოვლენასთან არის დაკავშირებული. დამატებითი მოთხოვნა განუცად წაყენებული საკუთრების უფლების წარმოშობისთვის და სხვა არაფერი. მოძრავი ნივთი როცა გადმოგეცით, იქ ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. მე როდესაც ეს მაქვს, რეუნებით რომ მოდი მოვკიდით. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის არსებობს იმისი ვარაუდი, რომ ეს არის ჩემი. მოძრავ ნივთს, მაგრამ უძრავ ნივთზე არსებობს იმისი ვარაუდი, რომ ნივთი არის იმისი, ის სახელზეც ეს რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აქ სწორედ აქედან გამომდინარე ვერ ხდება ფორმის ნაკლის შესრულებით და არა იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ამ შემთხვევაში არ მინდა და ვერ ვზავნა. ამიტომ ამას მივაქციოთ თუ შეიძლება ყურადღება, ეხლა ძალიან ესე მოკლე თეზისებით უკვე დასკვნის საფით რომ გითხრათ ამ ფორმასთან მიმართებაში. პირველი, ფორმის ავალდებულობა წარმოიქმნება ორ შემთხვევაში, კანონით დადგენილ შემთხვევაში და მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში. ფორმას და ფორმის ნაკს შეიძლება ახასიათებდეს ორი სხვადასხვა სახის ნაკი. ერთი, ეს გახდა შინაარსობრივი ნაკლი და მეორე, ეს გახდა ფორმალური ნაკლი. მესამე, შესრულებით სწორდება ფორმის ნაკლი. ანუ იმ შემთხვევაში თუ კანონი იმპერატიულად არ გიდგას წერილობით ფორმას და სავალდებულობა წარმოიქმნება შეთანხმების საფუძველზე, რეალურად თუ სწორად შევასრულეთ ვალდებულებას, ფორმის ნაკს ყურადღებას არავინ არ აქცევს. მეოთხე, ფორმალურ წინაპირობებზე, როდესაც გვაქვს საუბარი გვაქვს ფორმის ნამდვილობისთვის დადგენილი წინაპირობის შესრულებას. როგორც წესი, ეს გახლავთ ხელის მოწერა და რთული წერილობითი ფორმის არსებობის შემთხვევაში უკვე ის დამატებითი მოთხოვნა გახლავთ სანოტარო წესით დამოწმება ან დადასტურება. და ეხლა უკვე ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი, რომელიც დაკავშირებული გვაქვს ფორმასთან. ბათილობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, რაზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი. იმ შემთხვევაში თუ მიჩნეული იქნება, რომ არის დარღვეული, არის ასეთი გარიგების ბათილობის საფუძველი. სხვა რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი ფორმის დარღვევას არ შეიძლება რომ მოხდეს. ანუ ფორმის დარღვევით დადებული გარიგებები არ შეიძლება შეწყდეს, არ შეიძლება ამ გარიგებიდან გასვლა, არ შეიძლება ამისი მოშლა. და ეს პრინციპი არის აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლითაც დგინდება კონკრეტული სამართალო ურთიერთობის და გარიგების ბათილობის წინაპირობა. რომ გადმოვთარგმნოთ. ბათილობის საფუძველი თუ არსებობს, სხვა დანარჩენი საფუძვლები სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის აღარ მოხერხებს. ანუ რაც თქვენ ჩამოთვლილი გაქვთ ის 4 ბათილობის გარდა 3 რაც დარჩა. თუ არის ბათილი და ბათილობის საფუძველი, სხვებზე მითითება ვეღარ მოხდება. პირველ რიგში დგას ბათილი. ანუ გარიგება უკვე ბათილია დაუშვათ ფორმის დარღვევის გამო და ამავდროულად
გარიგების მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. რის გამოც მეორე მხარეს უფლება აქვს მას მოშალოს მასთან დაუშვათ ხელშეკრულება და მოთხოვოს ზიანის ანაზღაურება. ანუ აქ არ იფიქროთ, რომ მას აქვს არჩევანის საშუალება. ასეთ შემთხვევაში თუ გარიგება არის ბათილი, ყველა ვარიანტში საკითხი უთხრება ბათილობას. ოღონდ აქ რა იქნება გამონაკლისი? როდის შეიძლება აირჩიოს? თუ კანონი არის განსაზღვრული? როგორ? კანონი ხალხში დასწრებს. არა. კანონი თუ არის განსაზღვრული? არა. აი რაზე ვსაუბრობთ, როგორი და როგორი ტიპის? ევროპაში თუ არის შესაძლებელი? ხო, არა, თუ საუბარი გაქვს ასე შეცილების უფლებაზე. ანუ უბრალოდ იგივე შემთხვევა დავტოვეთ ძალაში. არასრულწლოვანმა დაუშვათ დადო გარიგება ვიღაცასთან, რომელიც საჭიროებს მისი კანონისმიერი წარმომადგენლის თანხმობას. ანუ მოწონებაზეა გამოგიდებული. არ არის ავტომატურად ბათილი, არ არის გარიგება, არ არის შეცილების უფლება. თუ გამოიყენა ვიღაცამ, ასეთ შემთხვევაში იქნება გადაწილება. და შესაბამისად, რაკის ვალდებულება მხარის მიერ არ შესრულდება. ამ შემთხვევაში მე თუ არ ვიყენებ შეცილების უფლებას, მე თავისუფლად შემიძლია მოვითხოვო ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება დაუშვათ იგივე ის მოშლა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მოვიწონე გარიგება, რის გამოც ეს გარიგება დარჩა ძალაში და ამის შემდგომში უკვე შესაბამისი დამართლებრივი შედეგები მოსდევს. ჩვეულებრივ ნამდვილ გარიგებას რაც შეიძლება რომ მოხდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი ხდება ჩვენ იმპერატიულად დაგიელი წესებზე კანონის მიერ. აქ უკვე აღარაფერი აღარ ხდება. ანუ უძრავკოლებასთან დაკავშირებით არ დავდე წერილობითი ფორმით, რასაც კანონის სავალდებულოდ თხოვს და მეორე მხარემ არ გადამიხადა სრულად ფული. აქვე ფულის გადახდას კი ვერ მოვითხოვ. ამ შემთხვევაში ეს გარიგებაა თვითონ ბათილი, ნამდვილად არ ითვლება. სასამართლოში რომ წავიდე და ვთქვა, რომ ეხა ამან 50,000 გადამიხადა 100,000-ის ნაცვლად და ეხა იქ მეორე 50,000-ის დავიმატოს, სასამართლო მეთქვის, რომ 50,000 ეს ვერ დაგიმატოს. იმიტომ რომ შენ 50,000-ის მოთხოვნის უფლება არ გადაჭრით. თქვენ შორის ესეთი შეთანხმება არ ითვლება არსებულად ბუნებაში. იმიტომ რომ ბათილია ეს გარიგება. ანუ ითვლება, რომ არც არასდროს შეთანხმებულ ხართ ამას. შესაბამისად, პირიქით, შენ გაქვს ვალდებულება, რომ მას 50,000 დაუბრუნო. სამაგიეროდ იმან უნდა დაგიუბრუნოს ის ნივთი, რომელიცაც ეხლას არ გაქვს. ანუ იმპერატიულობის არსებობის შემთხვევაში ბათილობას და ბათილობის საკითხებს ყოველთვის ეიჭება პრიორიტეტი ყველაფერს დანარჩენთან დაკავშირებით. ამისი მიზეზი არის ძალიან მარტივი. ის დანარჩენი სამი შეწყვეტა, გასვლა, მოსვლა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ. ანუ როდესაც დარგენილია, რომ ნამდვილად არსებობს ჩვენ შორის სამართლებრივი ურთიერთობა. ეხლა ვალდებულებით სამართლებრივი, ეხლა სახელმწიფო სამართლებრივი არ აქვს ამას მნიშვნელობა. გარიგება კიდევ ყოველთვის უტყავს საფუძველს. ეს არის ასევე ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ფორმაზე გვაქვს საუბარი. როდესაც გარიგების ბათილობა არ არის დამოკიდებული მხარეთა ნებაზე ან ნების დაკისრებას. ნება შეიძლება ორთავეს დამოკიდებას გარიგებაში შესწავლას. მაგრამ საფუძველს ბათილობის ამ შემთხვევაში წარმოადგენს არა ნების ნაკლი ან ხარვეზი, არამედ კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნის შეუსრულება. გამომდინარე აქედან შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, რომ როდესაც ლაპარაკი გვაქვს ბათილობაზე, ლაპარაკი არ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტების ნებაზე. იმის მიუხედავად, რომ კანონის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას აძლევს სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს შევიდნენ ერთმანეთთან იმ ტიპის სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლებიც მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რომელიც მიაჩნიათ თავისთვის უფრთხილობებიანად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გავიგეთ ეს ნაწილიც? ის რას ნიშნავს? თუ აქ ამი გადასვლას. გავიგეთ. აქ ეხლა მომისმინეთ ყურადღებით. ამ ნაწილში უკვე დღეს ნაწილში ახსნა დამთავრებულია, ეხლა ეს რომა დავუწყოთ ცოტა სხვა რამეს. ანუ პირველ რიგში დავიწყოთ თქვენი საშინაო დავალებით, რომელზედაც აღიქვით ეხლა რა უნდა გააკეთოთ. ეხლა როგორ აგაქვთ გრაფიკი ამ კვირაში? ბევრი გაქვთ ლექციები, არ ჩემს დროს გაგვიწყოთ.
ავიღოთ სამოქალაქო კოდექსის 56 პუნქტი. თქვათ სულ გაიგებთ. და 54 მუხლი. მართლაც საწინააღმდეგო და ამორალური გარიგება. ამასთან დაკავშირებით საშინაო დავალებაში უნდა გავაკეთოთ შემდეგ. ირებთ ამ მუხლებს, ნახულობთ სასამართლო პრაქტიკას, აგიხსნით სად უნდა ნახოთ და როგორ ყველით უნდა მოიწვიოთ. და შესაბამისად წერთ ამ ნორმების სავალდებულო გამოყენების წინა პირობებზე. ანუ რა ნორმებში რა მოთხოვნებია წაყენებული გარიგების ბათილობისთვის, სასამართლოში ეს მოთხოვნა რო დააყენოთ. ამ შემთხვევაში რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი და რა იქნება თქვენთვის სამტკიცებელი ამ იგივე მტკიცების პირთი. ეს ყველაფერი თუ არ გააკეთეთ სასამართლოს მიერ დადგენილი გამარტივების საფუძველზე, ამას თქვენის დამოუკიდებლად ვერისებთ. იმიტომ რომ უბრალოდ გამოცდილება არ აქვს ეს რაღაცაზე მუშაობის. პრინციპს ერთ-ერთ პუნქტს გაგიშიფრავს და მივხვდებით რა უნდა გავაკეთოთ. ჯერ იმისთვის სად უნდა ნახოთ ეს ყველაფერი. შევხვავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ვებგვერდზე. გამასტერი არ აქვს ხო? Supreme Court წერტილი-G. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევა, როცა ესე არ შედის პირდაპირ. ამ შემთხვევაში პუნქტში ჩაწერეთ უბრალოდ საქართველოს უზენაეს სასამართლო და ამოვიღებთ ეგრევე ამბები. თავარ გვერდზე პირველივეზე ნახავთ, ხვევით, არის სასამართლო პრაქტიკა. ან მოიძიე გადაწყვეტილება. Salgem Bulgaria, ჩაფუჩი ახატია შეფრება, ვერ აგერევათ უბრალოდ პირველივე გვერდზე. და აწერია მოიძიე გადაწყვეტილება. ამას გახსნით და არის შიგნით 3 ველი კარიერი. და თავზე არის აწერია ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლი. ადმინისტრაციული არის ავტომატურ რეჟიმში მონიშნული ყოველთვის. მონიშნავთ სამოქალაქოს და შემდგომში ქვედა 3 ველი რაც არის. პირველივეში ჩაწერთ ან 54 ან 56, რომელსაც ეძებთ, ანუ მუხლის ნომერს. სხვა არაფრის მითითება არ არის საჭირო, ზემდან დააჭერთ და ამოყრის ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას. თქვენ გჭირდებათ გადაწყვეტილებები, რომლებზეც მითითება არის, რომ გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ან გაუქმდა და განსაკუთრებულად დაუბრუნდა ხელახლა სასამართლოს. ასევე სილაბუსში შეგიძლიათ ნახოთ, მითითებული არის კონკრეტული საქმის ნორმები, შეგიძლიათ უფრო გაიმართლოთ საქმე მაგრამ ერთი ცალი გადაწყვეტილება თქვენთვის არ იქნება საკმარისი ამის დასაწყებად. ამიტომ ამისი მოძიება მოგიწევთ. თუ ვინმე სამი ტექნიკური პროგრამა შეგექმნებათ ამასთან დაკავშირებით, ამით კავშირით ხდება ხელისუფლებას დარეგეთ და ადგილზე შევეცდები რომ გადავიდეთ და აღიქვამთ. ეხლა აქ რას ვაკეთებთ? ანუ პრინციპად რაზე დებთ წერისთვის. მუხლის შინაარსის გადმოწერა და ასე შემდეგ, თუ გინდათ გადმოწერეთ, თუ უფრო გამიმართლებთ საქმის პროგრამა. ხოლო მუხლის შინაარსის გადმოწერა არ არის საკმარისი გათხოვნა, შეფასება მიიღო. ანუ აი უბრალოდ ავიღოთ საუბრად თვალსაჩინო გარიგება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებებში, რადგან რეგიონებში სამოტივაციო ნაწილში ყოველთვის არის გაშიფრული ის თუ რა ნიშნები უნდა ახასიათებდეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას იმისათვის, რომ ამ ტიპის გარიგება მნიშვნელობით დგას დაუშვათ თვალსაჩინო გარიგება. და საუბარი გვაქვს რაზე? საუბარი გვაქვს იმაზე, რომ პირველი აი დავუშვათ როგორც იშლება. მხარეთა შორის არსებული გარიგება მიზნად არ ისახავს საერთოდ მხარეთა შორის სამართალ ურთიერთობის არსებობას. ანუ გამოვყავით ეს ნაწილი. ამ შემთხვევაში ამას როგორ ვშვით? ეს ნიშნავს იმას, რომ გარიგება არსებობს მე და თქვენ შორის ფორმალურად გარეგული გამოხატულება აქვს. მე და თქვენ
ქონდა ნება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა სამართლებრივი ურთიერთობა მოგვეჩვენებია ვიღაცისთვის რო არის მოჩვენებითი გარიგება. პირველი ნაწილი რო ალბათ, ორი ნაწილია 56. ანუ სპის მოსაჩვენებლად გავდეთ გარიგება. შესაბამისად, რატო უნდა იყოს ახლა ეს გარიგება ბათილად ცნობილი? იმიტომ რომ ეს არის დადებული სპის მოსაჩვენებლად, ჩვენი ნამდვილი ნება მდგომარეობს არასამართლებრივ ურთიერთობაში შესვლაში ერთმანეთთან, არამედ რაღაცის ფორმალური მხარის დადგენაში. ამავდროულად ამას არ უნდა მოყვეს რეალური შედეგი ჩვენთვის, ანუ დავდეთ ნასპიდობის ხელშეკრულება, მაგრამ რეალურად მე თქვენთვის არ გადმომიცია ნასპიდობისთაგანი და თქვენ ჩემთვის ფული არ გადაგიხდიათ და გამომდინარე ყველაფერი აქედან უკვე დასკვნა არის ძალიან მარტივი, თუ რა წარმოადგენს მტკიცების თვით სასამართლოში ამ კონკრეტული ნორმებიდან გამომდინარე. ყველაფერი ესენი, ეხლა მე ყველაფერი რა თქმა უნდა არ ჩამიშლია და არ ჩამოვიქრია. თქვენ თვითონ უნდა მოახდინოთ ამისი გამოცხადება. უნდა მიხვდეთ რას აქვს მნიშვნელობა და რა უნდა ამტკიცოთ სასამართლოში. ამებს ყველაფერს სასამართლო იხილავს ერთობლიობაში. ანუ ის რომ ეხლა დავუშვათ ლაპარაკობდეთ ჩვენ სპის მოსაჩვენებლად დადებულ გარიგებაზე და ვამტკიცოთ ის რომ ამას შეიძლება მოტივად ქონოდა ამ გარიგების დადებით ის რომ ვიღაც სასამართლოში ეძავება და ამიტომ ის სახელზე ქონება არ ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაამტკიცო ის რომ ამას რეალური შედეგი არ მოყოლია. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ვეღარ გავაუკვე ამ ფაქტიკატი გარიგების კატეგორიაში. ანუ მე თქვენ რომ რაღაცა მოკიდეთ და ხელშეკრულება დაგიდეთ და თქვენ ნამდვილად მიიღეთ ამ ინვესტიციის უკვე სარგებლობთ და დადგინდა ის რომ მე ფული ავიღე ამაში. ის რომ შენ ამისი სურვილი არ გქონდა უბრალოდ მარტო შინაგანინებით ეს ყველაფერი ვერ დამტკიცდება, ხო? ამას აქვს თავისი გარეგნული გამოხატვის ობიექტური წინაპირობებიც. ან როდესაც ლაპარაკი გვაქვს რაიმე დაფარული ტიპის გარიგებაზე და ვლაპარაკობთ იმაზე რომ ერთი გარიგებით გადაფარეს მხარეებმა მეორე გარიგება. ამისთვის როგორც მინიმუმ სამტკიცებელია ის რომ ის მეორე გარიგება არსებობს. არსებობს კიდევ ცალკე გარიგება, რომლითაც უნდა მოხდეს მისი დაფარვა. უნდა არსებობდეს აუცილებლად ჩვენს შორის ამასთან დაკავშირებით შეთანხმების ფაქტი. იმიტომ რომ მე სამხრივად ვერ გავაკეთებ ისეთ გარიგებას ერთი და იგივე პირებს შორის, რომლითაც რაღაცა სხვა დავმალო და ამას უნდა კონდეს რაღაცა მიზანი, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი ცალ-ცალკე თუ არ დადგინდება და მე ერთობლიობაში რაღაცა დასკვნა არ გამოვა, რა თქმა უნდა აქაც უკვე საუბარი აღარ აქვს იმაზე, რომ ეს შეიძლება დადასტურებადი და რამტკიცებადი იყოს. ანუ ამ შემთხვევაში მე მინდა რომ გაკეთდეს უბრალოდ ნორმის ანალიზი. დაგიჭირდებათ. ეს არ იქნება ადვილი. ნუც იმაზე რომ ინერვიულებთ, რომ ეს არ იქნება სრულყოფილი. ეს ვერ იქნება ჯერჯერობით ფიზიკურად სრულყოფილი. მაგრამ სადღაც 3-4 დავალების მერე უკვე რაღაცა დონემდე ამისი გაკეთება უნდა შევძლოთ. თვითონ იდეა გასაგებია რასაკეთებთ? აი თუ არ არის გასაგები. კარგი, სხვანაირად შევეცდები ახსოვს. ყველა მუხს რომელიც გვაქვს კანონში აქვს თავისი სამართლებრივი დატვირთვა, ხო? როგორც წარმოიშვა, რას არეგულირებს და რა შედეგი მოსდევს. როდესაც ლაპარაკი გვაქვს გარიგების ბათილობის მუხლებზე, ასეთ შემთხვევაში კანონი გეუბნება რა შემთხვევა არის ბათილი და თუ რაღაცა დაადასტური ამ შემთხვევაში უკვე ამას რა სამართლებრივი შედეგი მოყვა. ანუ პირველად მდგომარეობაში არის. სამართლებრივი შედეგი ამ შემთხვევაში თქვენთვის საინტერესო არ არის. იმიტომ რომ გასაგებია რომ არის რესტიტუცია. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უბრალოდ რაც უნდა დავაკეთოთ. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა დავადგინოთ კონკრეტულ მუხლებს, რომელიც მოგეცით დავალება. რა არის სამტკიცებელი იმისთვის, რომ გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი. ანუ მუხლის შინაარსი რა ნაწილებს მოიცავს სამტკიცებლად იმ ხარისათვის, რომელსაც სურს რომ გარიგება იყოს გაბათილებული. გავიგეთ? ამ დავუშვათ, უფრო მარტივია მართსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებები. ამ შემთხვევაში სამტკიცებელი არის ერთადერთი რამე, რაც უნდა გამოვა. რომ კონკრეტული გარიგება არის მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოვყოფ მართლწინააღმდეგობის საკითხს, განმარტავ რა არის მართლწინააღმდეგობა, დაადგე რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა, კონკრეტული მოქმედება მხარეების მიერ განხორციელებული, რატო არ შეესაბამება მართლმიერების საკითხებს და აქედან გამომდინარე უკვე იქნება ბათილი. ანუ ის პარტივია 54-ზე რაც გასაგებია საუბარი.
აი როცა თვალთვალსულ გარიგებაზე მაქვს საუბარი, გინდა დაფარულზე და გინდა მოჩვენებით გარიგებაზე, იქ უკვე ცოტა მეტი რაღაც საჭირდება რომ დააფიქსო, ხო? ანუ უნდა გამოყო თვითონ გარიგების არსებობის ფაქტი, რაღაცა მეორე გარიგების დაფარვის ფაქტი, უნდა დაადასტურო ის, რომ ორ მხარეს შორის შეთანხმება არსებობდა ამასთან მიმართებაში, უნდა დაამტკიცო ის, რომ ამას რეალური შედეგი არ ჰქონია მხარეს. ანუ ამ ერთ ცალ-ცალკე შეხავთ. ვიხდი, ანუ ნორმის შინაარს ანაწევრებ ისე, რომ თითოეული კომპონენტი გამოგაქვს ცალკე, რომელიც დამოუკიდებელ მტკიცებისთვის წარმოადგენს და ამას აძლევს შესაბამის განმარტებას. ვიხდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაღაცა იქნება გაუკვირველი ან გაუგებარი, დარეკეთ ხდება მომწერეთ და გიპასუხოთ. შემდეგ ორშაბათამდე ეს უნდა გქონდეს ვერიც. დაახლოებით ამოცულობის უნდა დაახლოებით ამოცულობის ეს ორი მუხლის მაქსიმუმ გამოვივიდეთ ამ ეტაპზე, სადაც გვერდნახევარი ორი ვერიც. იგი არ გამოვიდა. თუ მეც გავაკეთებ, არც ეგ არა პრობლემა. თავარია თქვენ შინაარსობრივად დამილაგეთ, სწორად ხა მოცულობით არ შევაფასო. უბრალოდ მე რასაც გეუბნები, გვერდნახევარი ორი ვერც, ეს არის მინიმალური მოცულობა, რაშიდაც სავარაუდოდ უნდა ჩაჯდეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს გამოყოფთ და გაანაწევრებთ, ხო? ამისთვის აუცილებელია, რომ მუხლი ძალიან დეტალურად და კარგად უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ კონკრეტულ ნორმაში თითოეულ სიტყვას აქვს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა. ანუ მუხლი არ გამიმართება ეს და თემი წინააღმდეგობიდან გამომდინარე. ამას აქვს ყველა აბსოლუტურად თავისი მახასიათებელი ნიშანი და ეს მახასიათებელი ნიშნები ჯერ ცალ-ცალკე ხასიათდება და მერე იკვრება ესენი ერთობლივობაში. თვითონ დავალებას რაც შეეხება ეს. შეფასების ფულს რა მოგითხრა? გაუგზავნე ფულა რამდენია? საშინაო დავალების სილაბუსში ჩახედე ეს ერთობლიობაში არის თუ სწორად მახსოვს 10% ისე. სილაბუსში წერია საშინაო დავალებები. რაოდენობაც არის მითითებული იქა და შეფასებას და ეხა ესე ზუსტად არ მახსოვს თანხმობა პროცესი. ისე ფასდება 10 პუნქტიანი სისტემა. ეხლა თვითონ საშინაო დავალებას საშინაო არის, ანუ დავალებას რაც შეეხება რაც სემინარისთვის უნდა იყოს მომზადებული. 59 მუხლის ჩათვლით. ანუ შემდეგზე რა 4 შაბათს, ხო? 4 შაბათს, როდესაც მოგზადებით. თქვენ წინაზე გქონდათ 50-დან 54-ის ჩათვლით, ხო? ანუ 50-დან 59-ის ჩათვლით მესამოცებამდე გამოვა 10 მუხლი. ეს გიქნება დავალება. ამას სწავლობთ. კოდექსიდან და კომენტარიდან ხას უსვამთ. ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ უკვე ამ შემთხვევაში კომენტარს, იმიტომ რომ ყველა მუხლის კომენტარი აუცილებელი იქნება თქვენ. ჯერ კომენტარი დაამუშავეთ, თუნდაც იგივე არის საშინაო დავალებისთვის კომენტარი ძალიან გაგიადებთ ამას ყველა. იმიტომ რომ იქ არის უბრალოდ ეს გამოყოფილი და ჩაშლილი რა მახასიათებელი ნიშნები უნდა ქონდეს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას მათემატიკის სწავლება და მითითება გაგებთ. ეს გააკეთეთ და ამავდროულად ჭანტურიაში არ ნახავთ იქ რომ არის ცალ-ცალკე ესე რაღაც ეს არ გჭირდება ეს ცალ-ცალკე ჭანტურიიდან დაყოფილი ხარ მარცა წინააღმდეგო გარიგებები ამორალური გარიგებები და ასე შემდეგ. იქ უბრალოდ წაიკითხეთ არა გარიგებები და საცილოდ პათილი და უცილოდ პათილი გარიგებები. თავები არის ცალკე ესე ქვია ზუსტად. ესენი დაამუშავეთ. იქ რომ უბრალოდ აქ ვიხდებით კატეგორიებს. რომელი ტიპის პათილი გარიგებები რომელ კატეგორიაში ერთიანდება და ამას რა შედეგები მოსდევს. გავიგეთ? ასევე კიდე ერთი რაც უნდა დაამატოთ. როდესაც ამ საშინაო დავალებასაც დაამუშავებ, ამასთან ერთად უკვე ამ 4 შაბათს არა, შემდეგ 4 შაბათს როდესაც გექნებათ რა მოგიქვა. უკვე 51 მუხლებს 51-52 მუხლებს განმარტებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ძირითადად არის 51 ხო მონოლოგური და ლოგიკური განშედეგად რომ დამოხდეს. 52 პირველ ნაწილში უბრალოდ არის რომ ნება გავლენად იქნება ხოლმე მას შემდეგ რაც ადრესაც იგი მიიღო. 52-ში 51 მუხლთან დაკავშირებით ასევე გადახედეთ სასამართლო პრაქტიკას. საძიებოში ოღონდ მიეცით როგორ უფრო რომ გაგიადვილდეთ მოძებნა. პირველ ველში ჩაწერეთ 51, მეორე ველში ჩაწერეთ 337, მესამე ველში ჩაწერეთ 338 და 339, რომელიც ესეა.
ანუ ის არის უკვე სპეციალური განმარტების თორმეტი ვალდებულებით სამართალში, რომელიც 51-წლიდან ერთობლიობაში გამოიყენება და უფრო ადვილად მოძებნდება. ანუ აქაც უკვე სასამართლო პრაქტიკა რო ქონდეთ დამუშავებული, ანუ აქ რას გულისხმობ? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კარგად გაეცნოთ და წაიკითხოთ ფაქტობრივი გარემოები რა იყო. ანუ სასამართლო გადაწყვეტილებას აქვს შესავალი აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები. შესავალ ნაწილში არაფერი არ აქვს ფორმალური ხარი აღნიშნული, როდის იქნა გადაწყვეტილება მიღებული ვის მიერ, ხარები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ. ეგ არ გვაინტერესებს. აღწერილობითი ნაწილი არის ის რა მოხდა. ანუ სასამართლო აღწერს რა შემთხვევას აქვს ადგილი, ვინ რატომ მომართა სასამართლოს, რა ფაქტებზე მიუთითა და რატომ ითხოვს რაღაცას სასამართლოსგან. ანუ ჯერ ეს და მერე სამოტივაციო ნაწილი, რომლითაც ხდება აღწერილობითის შეფასება. ვიხდით? ანუ თქვენთვის განსაზღვრელი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები. თუ სარეზოლუციო ნაწილში მე ორი სიტყვით წერია, რომ აქედან გამომდინარე ესე გადავწყვიტე. ანუ მთლიანად გადახედავთ, მაგრამ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილებზე ძალიან კარგად უნდა გქონდეთ აქცენტი. აღწერილობითი კარგად თუ არ დაამუშავეთ და კარგად თუ ვერ გაიგეთ, სამოტივაციო ნაწილის წაკითხვას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ფაქტები ზუსტად თუ ვერ მივხვდით, რაზეა ლაპარაკი, ხა სასამართლო რა მოტივით გამოიტანა ესეთი გადაწყვეტილება, მაგას ვერ მივხვდით. გავიგეთ? და კიდევ ერთი. ის იგივე უზენაეს სასამართლოს ვებგვერდზე. თავარ გვერდზე გასა. არის ესეთი გვერდზე ხელმარცხნივ წითლად არის ჩამორატული. მოსამართლეები, თავარი, სასამართლო პრაქტიკა ასე შემდეგ. იქ ნახავთ რეკომენდაციები. ახლა რეკომენდაციებს სამოქალაქო საქმეებზე და ამ რეკომენდაციებში უკვე მან აღჭრებათ PDF-ის ფორმატშია რა. მოძებნის ჩვეულებრივ აქაც 54 მოს და 56 მოს. და იქ არის უკვე განზოგადებული ეს პრაქტიკა. ანუ ზოგადად სადაც სასამართლო ვიცის რომ ეს ამა და ამ შემთხვევაში შეიძლება ესა და ეს ტიპი პარტიულად იყოს სწორი. ამას ყველაფერს ერთად თუ არ გააკეთებთ, რასაც გეუბნებით დამუშავების თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში იმას ვეღარ გამიწერთ. საშინაო დავალება რაც გაგუცხებთ. ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თქვენთვის ამისი გაკეთება. ამ სასამართლო პრაქტიკას ამუშავებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამუშავებთ რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებით წაწევა. თუ უფრო გაგიადვილებთ წერას, შეგიძლიათ აიღოთ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებისგან რაღაცა ფაქტები და მაგალითის საფუძველზე გააკეთოთ თუმცა ამაში მოქმედების სრული თავისუფლება აქვს. თავარია ჩემთვის რომ შინაარსობრივად გამიკეთოთ ის, რასაც გეუბნებით. ფორმატს როგორც აარჩევთ, მაგალითით შეაფასებთ უბრალოდ ამიწერთ რომ აი ამ ადამიანის მიხედვით ესე და ესე წესი იქნება და მერე გაშლით ამას, ეს უკვე თქვენებაა თავიდან. ალბათ უფრო უნდა გავიარდოთ მაგალითები, მაგრამ უკაცია და ხასიათი როგორც იქნა თითქოს არის. რაღაცა ინტერესია. კარგი, თან დავალება ხო გასაგებია? ალბათ.